გამარჯობათ. საღამოშვიდობისას უყოლას. ხუთშაბათია, გახდი მესაკუთრე ეთერშია. ვანო ჩხაიძე და მათე გარდავარიან დღეს სტუდიაში. მე დავიწყებ გადაცემას და დავუტოვებ საშინაო დავალებას ჩვენს დღევანდელ სტუმრებს და გავალ თქვენის ნებართვით. მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი იქნება. არ ვიცი, თქვენ გადაწყვეტეთ მათე, რატომ ანუ როგორ წაიყვანთ დღევანდელ გადაცემას, მაგრამ მე უბრალოდ მაყურებლის კითხვებს გეტყვით, აი ამ დღეებში ძალიან დაგლოვდა. სულ ყველა კითხულობდა ძალიან ბევრ რამეს, ისეც რომელიც მე არ მეყო კომპეტენცია ამეხსნა და თქვენ თუ გექნება ძალიან კარგი. ეს ეხება ტარიფებს, რომელსაც ტრამპი აპირებს თუ აკეთებს. რამდენად ეფექტურია ეკითხა. ერთია რომ ნამდვილი ტარიფები და მეორე ამას იყენებს როგორც პოლიტიკური იარაღად, უკვე აშკარად ცხადია რა, სხვადასხვა მიზანია და გარდა ამისა, კიდე ტრამპმა ამას წინათ თქვა, რომ ნახევარი ფედერალური საკუთრება უნდა გაიყიდოს, ანუ განკერძოლდეს რა. ესეც ეთყობა მოსალოდნელია ამერიკაში და ძალიან საინტერესო რამეა და აი ეს ორი თემა და დანარჩენი უკვე თქვენ რასაც ჩათვლით საპიროთ, გაძლევთ სიტყვას და მე თქვენის ნებართვით დაგტოვებთ. მათე დაიწყე რა. კი ბატონო, მოგესალმებით. დიდი მადლობა რა თქმა უნდა დარიო რადიოს იმისთვის რომ გვაქვს საშუალება ვისაუბროთ გახდი მესაკუთრის სახელით. ეს შეკითხვები რაც ბატონო თორნიკემ დასვა, პრინციპში საინტერესო იქნება და ალბათ ჩვენი აზრით უნდა დავაფიქსიროთ. პირველი ეხება ტარიფებს, ანუ ტრამპმა მოგეხსენებათ რომ ტარიფების დაწესება გამოაცხადა, თუნდაც იგივე კანადის მისამართით, მექსიკაც იყო მე მგონი, ჩინეთიც, ევროკავშირიც და შეკითხვა იყო ასეთი, რამდენად სწორია ეს სატარიფო პოლიტიკა და რას მოუდანს ის საერთოდ მსოფლიოს, შტატებს და მსოფლიოს. აი თქვენი აზრი რა იქნება ბატონო ვანო ამასთან დაკავშირებით? მოკლედ ამას ვიტყოდი რომ რაღაც ზედმეტად და ისე იხატება თითქოს რაღაც ომებიო და სატარიფოო და რაღაც ისე იხატება ეს პროცესი თითქოს და რაღაცა მართლა აგრესიული და მკვეთრი ზედმეტად მკვეთრი ამბები ხდება და სინამდვილეში ეს ყველაფერი საარჩევნო პროცესებშიც ცნობილი იყო და მე მგონი უბრალოდ მიდის აი ასე ვთქვათ ნებისმიერი ადამიანი რო იწყებს რაღაც სამუშაოს და ალაგებს სიტუაციებს და რაღაცებს აქცევს თავისებურად სამართლიან სწორ მუშაობაში ხელი არ შეეშალოს ესეთ პირობებს ცდილობს მე ვიტყოდი აღადგინოს. ამერიკა მე მგონი ზედმეტად ვიტყვიან დაიმშვიდა თავი წინა ადმინისტრაციების პერიოდში რომ ასეთ დიდი წარმატების ფონზე ასე ვთქვათ, ხო? ჩათვალა რომ შეიძლება რაღაცები დაათმოს ვიღაცას რაღაცა პატარა სოღლოდობებზე თვალი მოუხუჭოს ზოგს თვითონ ვერ ხედავს ზოგს თვითონ და არ ებრძვის ეს რაღაცნაირად ძალიან ვიტყვიან იმდენად დათმობითი და ის კონდა რაღაცნაირი აღებული გეზი რბილის და მოუქნელის რომ ძალიან მნიშვნელოვნად ვიტყვიან დაკარგა ეს პოზიციები რაც ადრე ქონდა ხო? ეხლა მე მგონი ძალიან მარტივად მიდის იმის მოწესრიგება რაც ზედმეტად დათმობილი თანაც მასაც არავინ გეუბნება და პირიქით ცდილობენ ამ დათმობის შემდეგ მიღწეული რაღაც პატარა უპირატესობაც კიდე ჩემ წინააღმდეგ გამოიყენონ და რაღაცა ესე შთაბეჭდილებებს მიტოვებს მე ეს პროცესები და ამოვნებით მოგისმენდი რა თუ
ვეთქვი ამ თემაზე რამდენიც და მე მივყვეთ მინდა. კი ბატონო, მეც ძალიან მოკლედ რო ვთქვა, პრინციპში ეს ახალი ამბავი არაა, რომ დიდი სახელმწიფოები თავიანთი გარკვეული მიზნების მისაღწევად, თუნდაც აქ შეიძლება რაღაც პოლიტიკური მიზნები იყოს, თუნდაც იგივე კოლუმბიასთან, პანამასთან, დაუშვათ გარკვეული მიზნების განხორციელებისთვის, ხშირად იყენებდნენ ხოლმე ისტორიულად დიდი ქვეყნები აი ამ ტარიფებს, ანუ ეს არ არის, თქვათ, ძალიან რაღაცა სიახლე მსოფლიოსთვის, უმეტეს ამ ქვეყნებისთვის. და რაც შეეხება თვითონ წმინდა ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, შედეგებს, აქ გააჩნია როგორ წარიმართება თუ აქედანაც დაწესდა ტარიფები, მეორე მხრიდანაც ტარიფები და ასე გაიზარდა ან დაწესებული ტარიფების მოცულობა, რა თქმა უნდა, წმინდა ეკონომიკური კუთხით ეს არ არის კარგი, ბუნებრივია, მაგრამ არ მგონია, რომ ასე ამ კუთხით არ მგონია, რომ წარიმართოს პროცესები, იმიტომ რომ თუნდაც იგივე თავიდან ამ ასე ვთქვათ, ერთგვარი შედარებით აგრესიული საგარეო პოლიტიკის გაცხადების შემდეგ ძალიან სწრაფად მოგვარდა რაღაცეები, თუნდაც იგივე პანამის აქტთან დაკავშირებით, რაღაც მსგავსი თემები მოგვარდა ძალიან სწრაფად და ამას დრო გვიჩვენებს. როგორ და რანაირად წარიმართება საქმე, ვნახავთ ამას, პრინციპში ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის, რომ მივადევნოთ თვალყური ალბათ ამ პროცესებს. რაც შეეხება თვითონ მეორე საკითხს, რაც ბატონმა თორნიკემ ასევე გითხრა, მე მართალ გითხრათ ეს არ ვიცი, ამაზე ეს დიდად არ მსმენია ეს ამბავი. საქმე ეხება ფედერალური საკუთრების ნახევრის გაყიდვას, ანუ პრივატიზებას. ჩემთვის ცოტა სიახლეა ეს ამბავი, არ ვიცი, გამომჩა ალბათ. თქვენ რა სიტყვით ბატონო ამასთან დაკავშირებით, ანუ ამერიკაში როგორ უნდა მოხდეს ესეთი რაღაცა, ანაირად უნდა მოხდეს? არა, თემა რო იცოდე, რა თქმა უნდა, პირველ წყაროში ეს სანახავი ხო ყველა ასე ვთქვათ, სტომადი ყველა მონაცემი, რომ გარკვეული შთაბეჭდილება შეგექმნას. ეს ერთი ფრაზით, ალბათ, არ იქნება სწორი, რომ რაღაცა ჩვენ ისინი უიტყვიან აზრები გამოვხატოთ, მაგრამ რაც აი პირველ საკითხს აქ ვილაპარაკოთ ამ შესაძლო პრივატიზაციაზე, თქვა დარჩენილი რაღაც სერიოზული ნაწილის სახელმწიფო ტომების და მე ვიტყვი, რომ არასდროს მე არ შემხედრი ესეთი ფაქტორი, რომ სამეროდისმე სუვილებშიც კი გადაჭარბებული ყოფილიყოს, ესე იგი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ზედმეტი ყურადღებისაგან განთავისუფლება ეკონომიკური პროცესები. ეკონომიკური პროცესია ეს იგივე ვთქვათ ფედერალური თუნდაც ასე ვთქვათ ნებისმიერი საკითხებიდან. შესაბამისად მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მაგ კუთხით, რომ ალბათ დადგა მაგის პროცესის რიგში ამის საჭიროება, ყოველ შემთხვევაში არ მგონია, რომ არამე ამით როდისმე ფუჭდებოდეს, გაფუჭებული იყო და ანახლა გაფუჭდეს. პირიქით უფრო მეტად გაძლიერებულია თვალდახელშუანელად შემიჩნევლად ეს ზედმეტი სტომები ამ პროცესებში და ერთობლივი ცენტრიდან ჩარევები და რაღაც რეგულაციები და ასე შემდეგ. რამაც სწორედ მაგან მოიტანა ეს შედარებითი დასუსტება იგივე ამერიკის სიმძლავრეების, რომელიც კი ბატონო, ემინება ვისაც რა გინდა აჩუქე და თუ გინდა საერთოდ ფანქეს სიმდიდრე, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. მაშინ არ უნდა გადავიდეს რაღაც ლამის ეჭვებში, რომ ისე იგი ხო არ მიდის ფოროტად ამის გამოყენება. როგორც არის. კი ბატონო, მე ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპში ჩვენი პოზიცია ალბათ მაინც ჩვენ გახდით მესაკუთრე საერთოდ უფასო პრივატიზაციას უჭერთ მხარს, თავისთავად ცხადია.
ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში და საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ თეორიულადაც და პრაქტიკულად სხვანაირად აქ უბრალოდ ვერ მივიღებთ ჩვენ დადებით შედეგებს, მაგრამ ეხლა ეგ ფედერალური ქონება არ იქნება ალბათ ცოტა და მისი ნახევრის გაყიდვა, პრინციპში ეს არ იქნება ასევე მე მგონი არ იქნება პატარა პროცესი, თავისთავად ცხადია. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ასეთ რაღაცას, რომ განვითარებულ ქვეყნებში ჩვენ არ მიგვაჩნია დიდ პრობლემად სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია ფულზე, იმიტომ რომ როგორც წესი ეს ქონება არასდროს არ იყო რაღაცა დიდი, ასე ვთქვათ, მოცულობა, ანუ ეს არასდროს არ ყოფილა, ვთქვათ, როგორც ჩვენთან არის ქვეყნის თლიანი ქონების 80% პირობითად, ის იყო ძალიან მცირე ნაწილი. აი მაგალითად, ვთქვათ, დიდ ბრიტანეთში გაიყიდა, მოხდა, ვთქვათ, რკინიგზის პრივატიზაცია, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში აღმოჩნდა რაღაც ეტაპზე განვითარების და ამან შექმნა, რა თქმა უნდა, გარკვეული უარყოფითი შედეგები, მაგრამ ამას არ დაუნგრევია ბრიტანეთის ეკონომიკა, თავისთავად ცხადია. ხო და ეხლა აქ თუ ეს დიდი მასშტაბებია, ამ შემთხვევაში პრინციპში ყოველ შემთხვევაში სამართლიანი მაინც იქნება უფასოდ გადაცემა. მე ასე მგონია, რა ვიცი, თუ ვთქვათ, სხვანაირი აზრი არსებობს, ეგეც შეიძლება, მაგრამ საერთოდ მე მიმაჩნია, რომ განვითარებულ ქვეყნებშიც სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია უფასოდ ეფექტი არ უნდა თავი დავანებოთ, უფრო სამართლიანი არის ყველა შემთხვევაში, ვიდრე მისი ფულზე გაყიდვა. ეს არის ჩემი პოზიცია. ამას ნახავთ შემდეგში ახლა იქ რა, ამ ხელა ქონებაზე ლაპარაკი როგორ არის და ყოველ შემთხვევაში მაინც გონია, რომ ამერიკელები რაღაც ისეთ დიდ შეცდომას არ დაუშვებენ, რაც თქვათ მათ ეკონომიკას ძალიან ასე მათ ეკონომიკაზე მძიმე დაისახება. მე ამაში ასე ვარ დარწმუნებული. ხო, არა, ბევრს არაფერს, უბრალოდ პრინციპულად ერთი რამე უნდა ითქვას, რომ ერთი რადიკალური განსხვავებაა მასობრივ პროცესებსა, მასობრივ პრივატიზაციის პროცესებსა და აი უკვე დამდგარდა, უკვე შემდგარდა, უკვე წონასწორობაში მის აღებ წონასწორობაში მყოფ კაპიტალის ბაზარზე ვთქვათ, ემპირიულად ალაგ-ალაგ რაღაც თუნდაც ვთქვათ, სხვილი რას ქვია, ფაქტურად იქ ისედაც არის ეს პროპორცია იმის სასარგებლოდ, კერძო სექტორის თავისთავად, და მაქსიმუმ რაღაცა რამდენიმე პროცენტი იყოს, რამდენიმე პროცენტზე იყოს ლაპარაკი, მაგრამ პატარა პროცენტის შემთხვევაშიც კი, ეს პრაქტიკულად ესეთი მომენტი წმინდა ამ შემთხვევაში ვისარგებლოა შემთხვევით და აი ერთი რამე მოვანიშნო. თუნდაც იყოს 1% მთელი ასე ვთქვათ ქონების. ამერიკაში არსებული მთელი ქონების თუნდაც ერთი პირობითად ეს რა თქმა უნდა დიდი ერთი ვერაფრით ვერ იქნება და ყველა ქონება ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ისე რომ არითმეტიკულად მცირედ წარმოვიდგინოთ, თქვათ 1%-ია ლაპარაკი, ხო დაუშვათ. ისიც კი პრინციპულად არასწორი მეჩვენება, რომ ეს ძირითადი სიმძლავრეები გადავიდეს, თქვათ, სექტორიდან სექტორში. მაშინ როცა ეს ფულადი მასა ფორმირდება ესეთი ბაზრებით, სადაც ამ ძირითად ფონდების ღირებულებები უბრალოდ ასე ვთქვათ საყრენებს ქმნიან და არა წონასწორობას. აი თუ ამბობ რომ ეს ისე რომ ვის თქვა მინდა იმას გამოვხატა და უბრალოდ რო ვთქვათ, აი მოკლედ იმდენია საერთოდ ფული ბრუნვაში სიტყვაზე ხელფასიდან ხელფასამდე ნებისმიერი რანგის და ნებისმიერი შემოსავლიანი სუბიექტების თვის. ყველას ერთნაირად ეხარჯებათ ეს ფული იმ განაწილებაში, თუნდაც რასაც გადადებენ, სასვენებლად, ჩამოაშეს მასში რაღაცა პროდუქტები, რაღაცების შეძენაში. დანარჩენი უფრო
ძირითადი ფონდები თავისი წონასწორობის ცალკე ბაზარი აქვს და ერთმანეთს ანაცვლებს. ხო და ეხლა შენ თუ მიადექი აქადა თუნდაც მცირე პროცენტით რაღაცა ვთქვათ იქ უკვე წონასწორობაში მდგარ ბაზარზე რაღაც თანხები ამოიღე და გაუშვი ასე ვთქვათ აი ამ მიმართულებით კაპიტალის ასე ვთქვათ გადანაწილების მიმართულებით პრინციპულად არასწორი მგონია რა ვიღაცა იჩაგრება იქა რაღაცა მისთვის ჩამოყალიბებული წონასწორობა ერღვა და ენგრევა თავისი საფები ამ ეკონომიკური პროცესების იქით ნედლეულის იქით იმის იქით გასაღების ფასის ესა გადალაგება ხდება სულიად მოულოდნელად ემპირიულად ერთჯერადად მე ისევ გასწორდება აი რა ვიცი თუ ამბობ გასაგებად აი ეგ მომენტი უბრალოდ პრინციპულად მინდოდა მიმენიშნებინა რა მაინც ჯობია უფასოდ და არ მოახდინოს მან ხელოვნური გავლენა საშიში გავლენა მაგ კაპიტალის ბაზარს ესე ვთქვათ კი ბატონო, გეთახმებით აბსოლუტურად სამწუხაროდ ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ გული წდება რომ ჩვენ ეს პროცესი რასაც გახდა მესაკუთრე ამბობს არ განხორციელდება არ განხორციელდა ჯერჯერობით ქვეყანაში იმიტომ რომ ჩვენ რომ ამის პრაქტიკული გამოცდილება გქონოდა დღეს თუნდაც ამ წუთას ხო რაც უნდა გავუკეთებია ჯერ ძალიან ბევრი წლის წინ თუნდაც ამ წუთას ახლა მაგალითად ჩვენ თავამად შეგვეძლებოდა პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე ჭკუა გვესწავლებია ამას ხუმრობით არ ვამბობ თუნდაც იმე ამერიკელებისთვის რატომაც არა თუნდაც ამ მომენტში და დასანანია რა თქმა უნდა ძალიან რომ ამდენ ესეც დადებითი მხარე იქნებოდა ქვეყნისთვის და დასანანია რომ ამდენ შანსებს და ამდენ მნიშვნელოვან სასარგებლო მომენტებს ქვეყნისთვის ჩვენ უბრალოდ ჰაერში ვანიავებთ ანუ გავიდა აგერ უკვე 30 წელზე მეტი და ეს პროცესი ისევ და ისევ სამწუხაროდ არის ხელშეუხებელი. არაფრით გამორჩეული ქვეყანა არ ვარ ჩვენ ამ შემთხვევაში, ვთქვათ, სხვა დანარჩენი პოსტკომუნისტური ქვეყნებიდან და ვთქვათ, სამწუხაროდ არაფრით არ შეგვიძლია იმის თქვა, რომ მოდი ჩვენ ეს უფრო კარგად გავაკეთეთ და ან პრაქტიკულად ანუ ვამბობ მთელი ჯამური, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაციის პროცესი. ამაზე გვწება ძალიან გული სამწუხაროდ გახდი მესაკუთრეს და რა ვიცი რა შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ ასეთი რაღაცეები იმიტომ რომ როგორც ჩანს აგერ სოფლიოში რაღაცნაირად ჩვენ საჩვენოდ ხდება რაღაცეები მოდი ასე დავარქვათ დასკვნები ასე ვთქვათ თითქოს აქ-იქ უკვე ჟღერს რომ ასე სწორია და ესე არა სწორი და მოკლედ რაღაცეებზე კი ბატონო მგონია რომ ჩვენ მქონდა იმის შანსი და გვაქვს იმის შანსი რომ ჭკუა ვასწავლოთ თქვათ თუნდაც იგივე ევროპელებს და რატომაც არა ამერიკელებსაც იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრია ისეთი ადამიანების რაოდენობა თუნდაც იგივე შტატები იმიტომ უყვავს მაგალითად რომ ეს არის დღეს ნიმუში ასე ვთქვათ განვითარების საბაზრო ეკონომიკის და кайხანია ასეა და თუნდაც იგივე ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მაგრამ სამწუხაროდ ადამიანების რაოდენობა ძალიან დიდია და იზრდება ამ ადამიანების რაოდენობა ამ ქვეყნებში რომელთაც რაღაცნაირად ეს სოციალისტური რაღაც სისულელეები პირდაპირ დავარქვათ გონიათ რაღაცა საოცრება და კარგი და ჩვენ უნდა ვასწავლოთ ამ ხალხს ჭკუას და უშვებთ ამ შანსებს ჩვენ ხელიდან ყოველდღე უშვებთ და ეს არის ძალიან სამწუხარო შედეგი გვაქვს სახეზე შედეგი კიდევ ერთხელ ვიმეორებ გვაქვს ის რომ ქვეყანაში თურმე სტატისტიკურად 150,000 ბავშვზე მეტი იღებს საარსებო შემწეობას აი ამ პატარა ქვეყანაში ეს არის ფაქტი ერთი რაღაცა დავამატებდი აქ რომ აი ნენელა თითქოს თვალის სახელაც ხდება ამ ვარყოფითი ტენდენციების მიმართ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ზებდათ მეჩვენება რომ გინდა რაღაცა და მგონია რომ ისე იქნება ეს ჩვეულებრივი ის არის მომენტია მაგრამ აი რა მინდა თქვა რომ
აი ეს პრინციპი ეს ხედვა რომ რა თქმა უნდა ადამიანები იმიტომ რომ მოგენიყვიან რაღაცა თავისთვის და გარემოსთვის და ოჯახისთვის და ქალაქინდაც უფრო ფართედ რაღაც უკეთესი პირობები შეიქმნას, უკეთესი უზრუნველყოფა მოხდეს ყველანაირად. მოკლედ გამდიდრდნენ და კეთილი მოეწყონ, ხო? მაგრამ ამ მიზნების განხორციელება რაც მithქვამს და ცნობილია ორი გზით ხდება, ორი გზა. ერთია გააკეთო ეს ყველაფერი სხვების ხარჯზე და მეორე გააკეთო სხვებთან ერთად. აი თითქოს ამ უბრალო ორ ხედვასთან აგვაქვს საქმე. ანუ სხვების ხარჯზე ეს ნიშნავს რომ ესე იგი აი როგორც წესი ყოველთვის მაგ დომინირებს ძალის პრინციპი და მორევაზე ლაპარაკი, ხო? კი ბატონო. და მორევა იარაღითაც ხდება და პროპაგანდით და ათასნაირი მახინაციებით. მეორე არის და უფრო ძლიერი და უფრო გამართლებული, მაგრამ რატომღაც ზედმეტად ალბათ დარწმუნებული თავის ძალაში და ცოტა არაფრთხილი ამ კუთხით რომ დაცვა ჭირდება ნებისმიერ ხედვას. აი ეს სხვებთან ერთად სადაც უფრო კორპორაციული, ასე ვთქვათ, აი დასავლური თავისუფალი ურთიერთდახმარება ერთად საქმის კეთება ქვია. ხო და აი ამ ფონზე ესე იგი ნამდვილად იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ახალი ადმინისტრაცია რომ ამ მიმართულებით რაღაცას დაძრავს და პირველ რიგში ამ გზაზე რომ რაღაცა დაძრა შენ არ უნდა ბოლომდე არ უნდა გაატუტუცო რომ იტყვიან ის ძალები რომლებიც მორევაზე მოდიან როცა შენ იმას გზას უკაფავ ხელს უწყო რომ რაღაცა წამოიწიოს რაღაც პირობებს რაღაც უფლებებს რაღაც იმეებს ასე ვთქვათ ჩუქნი ყოველგვარი ძალისხმების და ბრძოლის გარეშე და ამ დროისთვის კიდე რომ რაღაცნაირად ცდილობს პირიქით კი არ მოკლედ ესე იგი აი ეს მომენტები ნელა იწყებს ერთმანეთთან საქმის მოგვარებას და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში თუ კი მინდომებს ძალა არაკლია და მართლაც ყველაფერი კარგად ამიტადეს ყოველ შემთხვევაში ის რომ ეგონათ რომ არიქა ახლა დაატყდებოდა ციოკი როგორც ხედავ ჯერჯერობით ისეთი არც არაფერი მოუთხოვია რაზეც თუნდაც მეორეჯერ თქმა ყოფილიყო საჭირო რა თითქმის ყველაფერი ეს სწორი შენიშვნა გააკეთეთ თქვენ რომ აი ეს ორი მომენტი სწორედ წარმატება გამდიდრება ვთქვათ სხვებთან ერთად და სხვების ხარჯზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია პრინციპში გახდი მესაკუთრე რასაც ქადაგებს მოდი ასე დავარქვათ ქადაგება გვიწევს სამწუხაროდ რა ვქათ აბა სხვა გზა არ გვაქვს და იმედია რომ წელს რაღაცნაირად შევძლებთ სტუდენტებთან სიარულს ცუდი სიტყვა არ არის ქადაგება ასე ვთქვათ ჩვენებმა არ გაიგოს რაღაცნაირად რასაც ჩვენ პრინციპში ვაკეთებთ არის ის რომ ჩვენ გვინდა რომ ეს განვითარების ორიენტირი ასე ვთქვათ სხვების ხარჯზე გადმოვიტანოთ აქეთ სხვებთან ერთად ეს არის პრინციპში გახდი მესაკუთრე მართლა ასე გამოდის იმიტომ რომ გამდიდრებით აქაც მდიდრდება ხალხი თავისთავად ცხადია არავინ არ უარყოფს იმას რომ ვთქვათ 100 მილიარდი დოლარის ღირებულების რაღაცა წიაღისეულზე თუ გაიცემა ლიცენზია და იქ თუნდაც იგივე ველური რაღაც ტექნოლოგიებით განადგურდება ნახევარზე მეტი, მაგრამ 1-2 ადამიანი გამდიდრდება. ამას მია სხვების ხარჯზე გამდიდრება პრინციპში, იმიტომ რომ ის ქონება ასეა თუ ისე, ამას ეს ფაქტია, ეკუთვნის მაინც ხალხს. საკუთრებაში უნდა ეკუთვნოდეს და ეს არის სხვების ხარჯზე გამდიდრება ქვია პრინციპში ამაზე. ჩვენ რასაც ვამბობთ, არის ის რომ ის ადამიანი, ვინც დღეს ლიცენზიით რაღაცას აკეთებს, რომელიც 1000-ჯერ უფრო ჭკვიანია და გამოცდილია ამ საქმეში, ყველა ვარიანტში, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქე, ისიც გამდიდრდეს უნდა. სხვებთან ერთად, ოღონდ უნდა გამდიდრდეს 100-ჯერ უფრო მეტად, ვიდრე თქვა დღეს. ანუ რა ვიცი, მსმენელისთვის თუ ეს ასე გასაგებია, პრინციპში ეს არის, რასაც ჩვენ ვცდილობთ.
ხო და ეს გამდიდრება სწორედ სხვებთან ერთად გამდიდრება არის სწორედ ის კორპორაციული გამდიდრება, ის რაც არის შტატებში, ევროპაში, სადაც ხალხი მდიდრდება, ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების მდიდრდება, არიან რა თქმა უნდა ერთეული ადამიანები, რომლებიც სხვებზე მეტად მდიდრდებიან, ესეც მისაღებია, ნორმალურია, ოღონდ ეს ხდება იქ ცივილურად და იქ არ ნადგურდება რესურსები. სწორედ არის ეს მომენტი, რომ სხვების ხარჯზე როცა მდიდრდება ვიღაცა, რაღაცა მასა ადამიანების, იქ რესურსები ნადგურდება. ეს არის ფაქტი და ჩვენ ამის ეხლა რა ვიცი, რამდენად აზრი აქვს ამის აღნიშვნას, მაგრამ ჩვენ ამის პრაქტიკული მაგალითებიც გვაქვს საქართველოში. აბა რა ქვია იმას, რომ იქ რა ქვია, რა მააფეთქა მაშინ იქ გარკვეული საბადოები და განადგურდა საშვილიშვილო. აი მოკლედ ეგ მინდა ახლა თქვა, რადგანაც ამ კონტექსტში მივედით და ის შეთავაზება, რომ მეტალების, გარკვეული ძვირფასი მეტალების ანაცვლოდ, რომ მიდის ახლა თითქოს საუბარი და 1000 ჭორი და 1000 მართალი, ხო თქვა? ამ ძალიან გესლიანად იღვრება ხანდახან ამ პროცესებში. სინამდვილეში აი თითქოს არსებულ ახალს თითქოს შიშობსო ვერ გამიგებენო და მაინც სრულიად პატიოსნდა წესიერ ყველასთვის მისაღებ გზებს თავაზობს ამ შემთხვევაში ახალი ადმინისტრაცია თქვათ იგივე უკრაინას და უფრო ცოტა გავშალოთ ეგ თემა თუნდაც განიმუშოთ თქვათ ერთ-ერთი იშვიათი მეტალების რომელიმე საბადო რომელიც ახლა მე იქნებ დარწმუნებული ვარ რომ როცა ეს ამ დონეზე მიმზიდველი და სასურველია რაღაცა მისი ნორმალური კაპიტალიზაციის შემთხვევაში ის მარაგები სულ არ გამიკვირდება რომ ტრილიონებსაც აღწევდეს ხო ერთ საბადოში როცა აქ რაღაც ჩვენთან არის ხოლმე სულიად წარმოუდგენელი შემთხვევები რომ უშველებელი კაპიტალტევადობის თავისი ნედლეულით საბადოები საშინელ გაპარტახებულ დღეში არიან და ხედავთ ხშირად ტელევიზიაში რა ტექნიკით მუშაობენ როგორ თავს წირავენ როგორი მსხვერპლიანი ეს პროცესები და რამდენად არაფრის მომტანი და რა ეს როგორ რატო ხდება აი ასეთ შემთხვევებში როცა უკრაინა თუ საქართველო თუ ასეთ ქვეყნებში სადაც ის ჯერ კიდე ტაბუადებს ამ ბუნებრივი რესურსების კერძოდ გადაცემას რატომღაც რომ აქაოდა დაუმორჩილებელი არ გახდეს ეს ხალხი რომ უფრო უზრუნველყოფილი გახდებიან მეტი სხვა მიზეზ ლოგიკურს ვერ ხდება ადამიანი რატო უნდა ავდეს ამ ასეთი სიმდიდრეების პატრონ ქვეყანას ისეთი ღარიბი და თუნდაც დაუცველი ადამიანები ხო? ხო და ახლა რა მინდოდა რომ გადავიდე და ბარემ მიზნობრივად თქვა არის თქვაც მინდა აი თუნდაც სასწრაფოდ რო გაკეთებული იყო ერთი თქვა რამდენიმე ასეული მილიარდის სიმდიდრე რო აქვს თქვა რომელიმე საბადოს უკრაინაში ხო? კი ბატონო წარმოვიდგინოთ არის ეგეთი და ეხლა რა ხდება დღეს და სოციალისტურ გარემოში ზოგადად გინდა უკრაინაში გინდა საქართველოში და გინდა იმავე უმდიდრეს და უდიდეს რუსეთში ყველა ესეთი საბადო აი რა დღეშია ეს დავინახოთ თვალს მომოვარიდეთ ამ რეალობას ანუ მილიარდები და ლამის ტრილიონები ღირს და ასეთ დროს ვერ ხდება მისი ექსპლუატაცია რომ სხვა თუ არაფერი ღირსეულის დაბეჭდილებას მაინც ტოვებდეს და ეკოლოგიასაც არ აფუჭებდეს და ხალხსაც არ ხოთავდეს. ამის ერთადერთი თავარი ფაქტორი არის რომ როცა ეს სახელმწიფო საკუთრებაშია ის კაპიტალი არაა გაცოცხლებული და დამოკიდებულია მისი წარმოებლის ლიცენზიით ამღებია თუ ვიღაცას დაავალეს თუ თანამდებობით თუ ისე თუ ასე ნებისმიერი სხვა ფორმით როგორც არ უნდა აიღოს
როცა ტრილიონი ღირ ხარ, ხონდა შეგეძლოს ცოტა 100 მილიარდის თქვათ თავისუფლად მოზიდვა რა თუ ეს 100 მილიარდი შენ საერთოდ წარმატების გზაზე დაგაყენებს და რენტაბელურს გახდის და უსაფრთხოს გახდის და ანუ ესეა მაღალი ტექნოლოგიები როცა ძვირი ღირს და ის იძლევა ზუსტად იმის საშუალებას, აი ძალიან მარტივზე რო დავიყვანოთ ლაპარაკი, ნებისმიერი თქვათ 1 ტონა ის ნიადაგი, რომელშიც მოიპოვება ეს ყველაფერი, ხო? წარმოვიდგინოთ, თუ შენ მაღალი ტექნოლოგია იმ ნიადაგს ისე ბოლომდე ფრაქციებად დაახარისხე, ისე გაასუფთავებ გაწმინდა. აქეთ ცალკე დააწყობ იმ უძვირფასეს ლითონს და იმის გვერდზე აქეთ კიდე ცალკე დაალაგებ რამდენი კიდე სხვა ძვირფასი ელემენტები იქ იქნება და უბრალოდ სპილენძი თქვა და რაღაცა და რაღაც შედარებით, ხო? და ფაქტიურად აღარ დატოვებ ამ თუ ის დაგრჩა და შენ გლეხურ რესხვას თუ გაყვადა საღამ მდინარეში და ეგ თერმაში ჭემა და მე ბაშმაში ჭემა ეს თევზი ესე გამოდის რომ ანაგვიან ეკოლოგია. აღარ ვამბობ უფრო თვალსაჩინო რომ იქ ყველაფერი ჩაშავებული და ჩაოხრებულია. და ამ შემთხვევაში ასე გაწმენდილი, ხო, ის არის სუფთა მიწა, სუფთა ეკოლოგიურად აი ვიტყვიან უნიკალური ნიადაგი ცალკე რჩება, ცალკე სისუფთავე რჩება, ეგ წარმოიდგინე ახლა იგივე ამბავი ან ზესტაფონშია ჭიათურაში, საუკეთესო კურორტი აგ საერთოდ არაფერი არც აერში და არც მდინარეში და არც არსად. ასე თქვა. და აგერ ცალკე ტურისტული ცალკე გინარჩუნდება ცალკე. მაგრამ ეს მიეწევა მხოლოდ და მხოლოდ იმ კაპიტალის გაცოცხლება. გაცოცხლება კიდე იმას ნიშნავს, რომ უნდა შეგეძლოს ამ კაპიტალის ბაზარზე ჩვენება. დასანახად, რომ აი ეს არსებობს. იმას უნდა განვითარება. ნამდვილად ასეთი ძვირფას და არაძვირფასობას განსაზღვრავს ყოველთვის ბაზარი, ხო? ახლა შენ ადგინდა თუ ის არ ექვემდებარება ყიდვას და საერთო საკუთრებიდან, სახელმწიფო საკუთრებიდან ვერასდროს ვერ დაძრა და ჩაჭედებულია ჯანგიანი ლურსმით, ამ შემთხვევაში ესე იგი რაც არ უნდა ძვირი ღირდეს შენი ის წიაღი და ეს ყველაფერი $100 არავინ არ გასესხებს ცივილიზებულ სამყაროში, ამის უზრუნველყოფის ქვეშ, იმიტომ რომ არ დააბრუნო არ ექვემდებარება ეს, ასე ვთქვათ. და ამ შემთხვევაში ახლა ეს რო სანიმუშო ვთქვათ, რომელიმე ესეთი საბადო, რო ვთქვათ, ну კი ბატონო კვალიფიკაცია თუ არ ყოფნით, იგივე ამერიკელების დახმარებით. გადაექციათ საერთოდ საბადოებად. სანიმუშოდ ეჩუქებიათ იგივე უკრაინელებისთვის გმირი ხალხმა, რომელიც ამდენ იმას უძლებს, ასე ვთქვათ, სისასტიკეს და დამხედობას. ამათ საკუთრებაში რომ გადავიდო და იქვე გაეტანათ რომელიმე პლატფორმაზე უზრუნველყოფა ამით ვაჭრობის და უცებ დადგინდებოდა მისი საბაზრო ფასი, რათვის მისი ერთი აქცია 0.1%, 0.5%, 2%, 3%. ეს საშიავარდებოდა, ხო ეს ფასი? რა თქმა უნდა, იქ თავისუფალ კონკურენციაში კი ბატონო ჩინეთსაც უნდა, კი ბატონო რუსეთსაც უნდა, ამერიკასაც უნდა. აი ჩემთვის არ ვეკაჩე, მე რო ამერიკა ვარ. გამოვიტანე ეგრე ბაზარზე. თვითონ უკრაინელების ნება ვინ რამდენ პროცენტს დათმობს, ხო? და რა თქმა უნდა, ახლა ესე იგი გაიმარჯვებს ის ვინც მეტი კაპიტალის პატრონია იმ გაგებით, რომ ვთქვათ 2%-ს იყიდის, როცა მეორე 0.1%-საც ვერ შეწდება, ხო? კონკურენციას ამ კუთხით ვერ გაუწევს. და ეს უკვე წინასწარ იძლევა იმას, რომ ცალკე ის ყველაფერი ასე ვთქვათ, სწორად შეფასდეს იმის სიმდიდრე, რასაც ეს სანაცვლოდ ითხოვს, თუნდაც ვთქვათ, ფულის და მე იმ ფულით ყიდულობ, არ უნდა იყოს პირდაპირ პარტნიორი, გესმის?
აი უკვე ესეც კი აღარ ჩანს, მაგრამ მე იმისთანაცვლოდ ამერიკიდან იყიდის ის იარაღს თუ თქვა ბანგლადეშიდან სიტყვას. ხო? კი ბატონო, კი. სადაც დაინახავს უფრო ეფექტური და უფრო იმედიანი დაიცავს თავს და უფრო იაფი გამოვა, ყველაფერი ისე გემრიელად დალაგდება. ყოველგვარი რამეს კიცების და რამეს დაფიცების გარეშე. ნუ კი ბატონო. პრობლემა არ იქნება და ესეც გაკეთდება რაც, მაგრამ ახლა რადგანაც ეს მათ უკვე ასე ვთქვათ, დასავლურმა სამყარო ამ შემთხვევაში დაუშვათ ამერიკამ. უკვე ისწავლა, რომ ჩვენ არ ყოფნის ამის ინტელექტი, რომ ეს გავიაზროთ, თორე ეს უკვე 1000-ჯერ მითხრეს და 1000-ჯერ გვირჩიეს. კი. და ამიტომ მარტივად ამბობს რა, მოდი ეს ამას დავარქვათ ის, რომ შენოგაივე იცვლიო რა. სინამდვილეში იგივე გაცვლა ხო მივხვდი არ არის თქმა მინდოდა. გასაგებია, კი ბატონო. ესე იგი, ისე დალაგდებოდა და გაკეთებოდა იგივე შედეგი და იგივე ამბავით, რომ არავისაც არ ექნებოდა საპრეტენზიო, რატომ უნდა დაგიქმნოს იგივე უკრაინა, ვიღაცას იაფად, ვიღაცასთან შედარებით, ან საერთოდ იაბზე არის თუ არა ლაპარაკი შეიძლება პირიქით, ისეთი ბაზარია, რომ 10-ჯერ მეტიც კი იყოს, ხო? იმაზე, რასაც დღეს წარმოუდგენია რომელიმე მხარეს. ეს ყველაფერი იყოს ობიექტური. და ეს თუ გაცოცხლდა ერთი, მეორე, მეხუთე და მოეწონათ. შეიძლება ერთხელ სამუდამოდ ჩინეთის და ესის გადაკეთდეს ეს უდიდესი ქვეყნები, ხო? ტერიტორიით რუსეთი და სიმდიდრით და რაოდენობით კიდე ჩინეთი ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობოს ამ საბჭოთა სისულელეს რა. ამ სხვის ხარჯზე ყველაფრის ზრდას და მორევით ყველაფრის ზრდას. მოკლედ აი მომენტი კი ბატონო, ანუ აქ შეიძლება თქვათ რაღაც ეჭვები გაჩნდეს, ერთი ას როცა ჩვენ აკაუნტ მთავრობებს ვეუბნებოდით, რომ წიაღისეულის პრივატიზაცია ასე შეიძლება, ერთი იყო ის, რომ ჩვენ ვინ როგორ შეიძლება ქონების რაღაც აქციები და წილები დავდოთ ბირჟაზე. ამ მსმენელს მინდა უთხრა, რომ არავინ არ მოგატყუოთ, ყველაზე მარტივი არის საერთოდ ასეთი წიაღისეულის წილების, კერძო საკუთრების განთავსება საერთაშორისო სავაჭრო ბირჟებზე, პლატფორმებზე. მაგალითად, კინოებია გადაღებული. კი ბატონო, მე ანუ ჩვენ ნუ დაგვიჯერებთ, აი თქვენ თვითონ დაგუგლეთ, ნახეთ, ეგერ ტორონტოს ბირჟა და ნახეთ რა მოთხოვნები აქვს ტორონტოს ბირჟას. ნუ აგერევათ ერთმანეთში, თქვათ იგივე ლონდონის ბირჟაზე, რომ 10 წელი თუ 20 წელი გადიოდა აკაური რომელიღაც ბანკი იქ. ეს სხვა თემაა, ჩვენ სხვა თემაზე ვსაუბრობთ, ანუ ნახეთ. სად ბანკი და ნებისმიერი წარმოება თავისი რისკებით, თავისი ისტორიით, თავისი ვალდებულებებით და სად აგერ შიშველი წიაღი ყოველგვარი ისტორიის გარეშე თავისუფლად შეიძლება აიწონოს, თავისუფლად შეიძლება გაუკეთეს ანალიზი და დაიდოს თემზე და შეფასებაზე გამოიტანო ნებისმიერ პატარა ბაზარზე და დაადგინო მისი კაპიტალი. ესე იგი, კინოებიც კი გადაღებულა მაგაზე, რომ პირიქით იტყვილებიან, რომ აქ ნავთობიან რაღაცა არისო და ესე იგი აგროვებიან ამას და ახლა ტორონტოს კი ბატონო ზოგადად და სწორად გეთანხმებით ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს კაცო იგივე ამერიკაში უძლია ნებისმიერი პლატფორმა უცებ გამოაწყობს ამის. თორემ უბრალოდ ძალიან პოპულარული ბირჟაა ამ კუთხით, ანუ ამ ეს შენ ამით პასუხობ შენ ამ ჩვენ იმას ასე ვთქვათ შეუვალ ბიუროკრატიას გიცმის რაღაცნაირად ყველაფერში რომ ეძებენ და რაღაც პასუხი უნდა მოიძებნო, მაგრამ მე რას უყურებ კიდევ ოპტიმისტურად მინდა თქვა რას უყურებთ, რომ და მოდი გავამხილოთ ახლა ჩვენ ჯერჯერობით თითქოს საიდუმლოსავით. ესე იგი, აგერ მათემ შევიდა დიალოგში თქვათ, მაგრამ ანონსირება. ხო, აი, ჩვენი გახდება საკუთრის ასე ვთქვათ სახელით და ძალიან უკვე აი ისეთი ოპტიმიზმით ვარ სავსე რომ გავიგე გამბავი და უკვე ხედავ შედეგებს რომ არ ჭირდება იმას რაღაცა ვიღაცი მინისტრის მისაღებში ან ვიღაცა სპეციალისტის იმაში
კომისიაში ჯდომა და კითხვებზე პასუხის გაცემა. კი ბატონო. ისმება კითხვა, გეუბნება რომ ეს ინტელექტი, გეუბნება ხელოვნური ინტელექტი პასუხს სამებში და პირდაპირ დაუზარელად. პასუხს სრულიად გამართულს, სრულიად საფუძვლიანს, სრულიად გამოკვლეულს ფილოსოფიას რეალობით. მერე შემდეგი და უკვე ისეთი ოპტიმისტური სტაბილურობა სწორებს ეს ურთიერთობა განსხვავებით ყველა საბჭოთა კი არა საერთოდ. აი მსოფლიო ბანკია, სავალუტო ფონდი, ნებისმიერი ფინანსური ისინი ხო ორგანიზაციები სადაც საერთოდ წაღებული აქვს ასე ვთქვათ სიმართლე რაღაც იდიოტურ სტერეოტიპებს. ამ შემთხვევაში ეს დაუღლელად პასუხობს, თუ რამე ეშლება აღიარებს, აზუსტებს, ყოველგვარი გადადება გადმოდების გარეშე რაღაც მინიმალურ დროში პასუხობს. ბოდისაც ირთის ეს ასე კი არა, მანამდვილად ასე ყოფილა და ეს პატარა მას ისა, მერე იქ ამას არა მარტო შენთან ასწორებს ლაბარაკში, თავისი ძირითად ტვინშიც ასწორებს. ხო? ამის ფაქტებიც უკვე ბევრი დაიდო, მათეს დიალოგებს რო უბრალოდ ხედავდეთ. ხო და გახდი მესაკუთრე ასე ვთქვათ. მე უბრალოდ სპიკერი ხარ, ეხლა ინიციატორიც ხარ, სპიკერიც ხარ და ყველაფერი ხარ და ხანდახან ჩვენც უჭრიგინებთ ჩვენი კითხვებით ეკეთაგინათ. ისე იგი მაგრამ თავარი შედეგს ვამბობ რა ოპტიმიზმის აიდან. ხოლო ნებისმიერი უბრალოდ ჟურნალისტიდან დაწყებული და ნებისმიერი მეცნიერით დამთავრებული. ხო რაც არ უნდა ამ ჭკუაზე იყოს მოგეზილი და შენ იმას უმტკიცებდი ხო საწინააღმდეგოს. როგორც წეს უკვე დავიღალეთ ხო? რომ რაღაცას რომ უმტკიცებ და რომ უკვე აღარ აქვს არგუმენტი გადახდება, გადმოხდება სხვა თემებზე რაღაცა საერთოდ დაივიწყებს, საერთოდ დაიმალება, საერთოდ დაკეტავს კარებს, გათიშავს ტელეფონს. არაფერი მსგავსი. ისე მიდის და ვიტყვიან ურთიერთ ჭყალებში აუცილებლობით მუშაობ. აქეთ მათე იქეთ ეს ინტელექტი. და ის შვენიურად მიდის უკვე რამდენიმე ათეული კითხვა უკვე გავლილია. და პასუხიც რო მერტმაკნას რო მივიდეთ ანუ პირდაპირ ბოლომდე მოდის ნებისმიერ თემაში და შენს ისა და იქ უკვე რა არის იცი რაც არ უნდა ის იყოს თქვა ღმერთის ტოლა ავტორიტეტის და შენ იყო ვიღაც ხუთლის ბავშვის დონეზე სიმართლე ყოველთვის სიმართლეა. ხო და ისე ლამაზად მიდის რომ ლამისაა უკვე რაღაცნაირი ურთიერთ თანამშრომლობისთავით სახე მიიღოს და ეს მართლა დიდი შველა იქნებოდა. ეს გახდი მესაკუთრე ახალი პროექტი არის ასე ვთქვათ და იმედი გვაქვს რომ პოპულარიზაციას მოვახდენთ ამ კუთხით თემის ისევ. იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს პასიურად ვიქცევით ამ ბოლო პერიოდში, მაგრამ მსმენელს მინდა უთხრათ, რომ ძალიან გავაქტიურდებით სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია, რომ ასეთ დინამიკას და განვითარებას მშვიდად და წყნარად უყურებდეს ნორმალური ადამიანი, თუ ის რაღაცნაირად ლოგიკურად ხედავს გამოსავალს. თუ ვერ ხედავს, ეგ პრობლემა არ არის პრინციპში, ანუ ესეთი ბევრია ამ ქვეყანაში, ალბათ რა ვიცი, მთავრობაში განსაკუთრებით და ისინი მე მგონი მშვიდად არიან, მაგრამ გახდი მესაკუთრე სამწუხაროდ ვერ იქნება მშვიდად. ამ კუთხით, ასე ვთქვათ. ხო და რა ვიცი, ეს ამ ახალი პროექტის, რა თქმა უნდა, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ასე ვთქვათ, კაი საინტერესო მასალებს მივაწვით მსმენელებს ძალიან მალე. რაც შეეხება ასევე კიდევ მე მინდოდა ერთი აღმენიშნა უკრაინის თემასთან დაკავშირებით, პირდაპირ გახდი მესაკუთრეა ესეც,
ანუ სრულიად მე გეთანხმებით ამ მიდგომაში. აი, თქვენს მინდა ვკითხო ასეთი რაღაც, აი, ხო გეჩვენებათ აი არალოგიკურად ის რომ დათვლილი არის თურმე ეს უკრაინის წიაღისეული, ამერიკელებმა დათვალეს, ну, რა თქმა უნდა ეს უხეში დათვლა, ანუ შეიძლება რაღაცა ან მეტი ან ნაკლები, ოდნავ არ აქვს ამას მნიშვნელობა, დაახლოებით 13 ტრილიონი დოლარის ქონებაზეა საუბარი, ანუ მილიარდში არ შეეშალოს მსვენელს, ხოთ აი ტრილიონზეა საუბარი, 13 ტრილიონზე. აი, არ გეჩვენებათ, აი ჩვენ გვეჩვენებათ ძალიან არალოგიკურად ის, რომ ქვეყანას კონდეს ამხელა წიაღისეული, კონდეს საერთოდ მსოფლიოში დედამიწის ზურგზე თურმე ყველაზე ნაყოფიერი და ძვირფასი მიწები, არ ვამბობ ძვირადღირებული, ალბათ მიხდება მსვენელი რატომ, ამხელა რესურსები კონდეს და მას არ კონდეს იმის საშუალება, რომ იყიდოს, შეიძინოს, რა ვიცი, რაღაც თანამედროვე ბოლო მოდელის თუ გნებავთ სამხედრო თვითმფრინავები. ამის ფულადი რესურსი არ აქვს ქვეყანას რეალურად. და ბატონო, როდესაც პატარა ნორვეგია აკეთებს აი იგივეს, ან პატარა ნორვეგია მიყიდა რამოდენიმე ათეული, აი ეს თვითმფრინავი რამოდენიმე თვის წინ. რამოდენიმე წლის წინ იყიდა კიდე ვიღაცა, რა ვიცი, უფრო პატარა ფინეთმა, შვედეთმა. უკრაინას დაჭირს, ანუ რაღაცა ხალხია უჩქუო? აი ეს ხო აბსურდია, იმიტომ პირიქით ჩვენ ვიცით, რომ ეს ქვეყანა სავსეა, გამოტენილია ძალიან ისეთი მოაზროვნე ტვინებით. ამ ხალხს სლავებს, რუსებსაც მათ შორის ძალიან ისე მოფიქრალი მოაზროვნე ტვინები. ეს არაა დაუშვათ მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ეს არ არის თქვა იგივე ღაზას სექტორში მცხოვრები ხალხი, მაპატიეთ, რა ვიცი, შეურაცხყოფა ეს არ არის, მაგრამ ისინი სხვა ხალხია, ესენი სხვა ხალხია და როცა ეს ყველაფერი აქ არის, ხო? რატო ასეთი პრობლემა? აი ამ კითხვაზე სულ ჩვენ და ამაზე ვლაპარაკოთ, თუნდაც აგერ ბატონი ვანო და მე და თუნდაც მთელი ტახტი მესაკუთრე. მეტი არაფერი, ანუ აი ეს კითხვა გვაწუხებს. ამის თქმა მინდოდა, ასე ვთქვათ, უკრაინასთან დაკავშირებით. რაც ეხება აი ამ მომენტს უბრალოდ რომ გავცვალოთ პარტერულად, მე რავი ფიქრობდა, მე ვერ მივხვდი, როგორ შეიძლება შესაძლოა ამ სიტუაციაში ძალიან მაგარი გამოსავალიც იყოს, იმიტომ რომ ასეთ ვითარებაში უკვე მართლაც გაცვალოს იარაღში რაღაც წიაღისეული, მაგრამ მართლა მე მგონია რომ მაინც ბაზარმა უნდა გაზომოს. ხო არის იმის შანსი მართლა. უკეთესი, ახლა უნდა მოვიტყვით. ხო არის იმის შანსი, რომ თქვა 100 მილიარდი წიაღი გაიცვალოს 5 მილიარდის იარაღში და ეს ხო წაგება ამ შემთხვევაში წამგებიანია უკრაინელებისთვის. ამ პირიქით თუ ხდება, ეს ხო წამგებიანია ამერიკელებისთვის. ის იარაღი რა, ის იარაღი ამერიკაში ნაწარმოები როა, ის ხალხმა წარმოა, ხო ცხადია. ბიუჯეტის ფულით ფინანსდება იქაც. ამიტომ მე მგონია რომ მაინც იდეალური ვარიანტი არის ის რაც ბატონმა ვანომ თქვა, უნდა გაზომოს ეს ყველაფერი ბაზარმა და თუ გაიზომა, მაშინ რა ვიცი, ამ წიაღის 5% რაში ჭირდება ამდენი იარაღი თუნდაც უკრაინას, ანუ მაშინ გამოდის რომ მთელი მსოფლიოს იარაღი აქეთმე ჩამოიტანოს. ანუ საპირისპირო მხარეს გადავდივართ, თუ გაკეთდება ისაც ჩვენ ვამბობთ და როცა არ კეთდება, გვაქვს რაც გვაქვს. თანას მიკერძოებასაც ვერავის დააბრალებ. კი ბატონო, მიიღე მონაწილეობა ბაზარზე შენს, ჩაერთე, ისარგებლე, იმ მოგებით თუ ამოგებით, იმიზნით თუ ამიზნით, არავინ არ ზღუდავს, ხო? ხო და? კი ბატონო. აი აბსოლუტურად, აი ყველაფერი უფრო იოლა და სწორად, მაგრამ როგორც ჩანს, ხო, არც იმეს შენ ელექტორატთან გაქვს რამე სამტკიცებელი რომ მე არაფერი არ დამიკარგია ამის გამო ამ დახმარებასაც უკვე აღარ დაარქმევ და ასე შემდეგ რა. კი, დახმარებას თუნდაც ბარტერის შემთხვევაშიც უკვე ეს დახმარებაც აღარ არის, უკვე ამ შემთხვევაში ის ბარტერი მაინც ის რაკეტები რომელიც ჩამოვა უკრაინაში, იმას უკვე შეზღუდვა ვეღარ ექნება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უკვე უკრაინას გაცვლილი აქვს ეს რესურსებში ნაკედი აქვს და აქ ეს ყველაფერი შორდება და ამიტომ ეს ცუდი სვლაკი არ არის, მე ამას არ ვამბობ, მაგრამ უკეთესობა შეიძლება ანუ გაკეთდეს ამაზე ლაპარაკი. უმრობით იმასაც გეტყვი, უმრობით მეთქი რომ იმ თანხას უკვე რომ მიიღებ ამ აქციებიდან და ამიდან ასე ვთქვათ ეკონომიკიდან. მე დაწუნებული ვარ. პირველი ვინც მოგყიდის თავის საუკეთესო ერახს, იგივე კრემლი იქნება ალბათ. ჩუმად თუ რაღაცნაირად მაინც ეცდება თავისი გაყიდოს. მისანამ
ჩვენ ეგერ სხვას მიადგები სხვა ერაყის საყიდლად. ესეც ხო 1000 ჯერ გინახია რა. მოკლედ ამ აბსურდების სამყაროში პირიქით შეიძლება შემოდეს განათება თუ ყველაზე ეს გამონათება თუ მოხდა ახლა იქ უკრაინაში ამ შემთხვევაში რა ვიცი რაღაც ფენომენალური საოცარი ნახტომი არის გარდაუვალი. მე ასე მგონია, იმიტომ რომ ეს აქციები ეს ქონება ეხლა უკვე მithumedes რამდენად პოპულარულია მსოფლიოში, ხო? რამდენი, წარმოვიდგინოთ, რამდენი ადამიანთა წრე უყურებს ამ ქონებას მოგების მიღების კუთხით, თუნდაც, ხო? ყოფილი კომუნისტური ქვეყნების თუნდაც ოლიგარქები რო ავიღოთ, ამათაც იციან რომ მომგებიანია ეხა ეს ხალხი რა როგორ თავისთავად ცხადია, მაგრამ ის დიდი მართლა დიდი მილიარდელები, ბიზნესმენები, ხო? ისინი რა თქმა უნდა, მათთვისაც საცურველი იქნება ეს ქონება და ამის ფასი, როგორც თქვენ ამბობთ, თუ მართლა გამოანათა ასე ნიუ-იორკში, ტორონტოში სადღაც, ხო? ამის ფასი ძალიან მაღლა, ძალიან მაღლა ავარდება. მე ამაში არ ვარ. ყოველ შემთხვევაში რაც ობიექტურია, ის მოხდება. ვერაფრით ვერ შეცვლი, ხო, ამ რეალობას. ვერა, გამორიცხული ამბავია. ახლა იგივე ვთქვათ, ახლა შეიძლება გასმეთქოს, რომ მაინც ხო იცი, მარტივი დაპირისპირებისკენა მოგეზული რა ყველა რაღაც ამ დისკუსიებში იმაში ხოლმე და ახლა მტერი თუ ჩავთვალეთ რუსეთი და ამ მტერმას რო იგივე გააკეთოს მერე რაში ნეტა გააკეთო თავარია და ამ შემთხვევაში უკვე სრულიად мотиваციები, როცა ეს სიბინძურე, საბჭოთა სიბინძურე საფუძველში მყოფი თუ კვდება და თუ კი ამ რელსებზე გადადის ქვეყანა, იმას რაღა აქვს მერე ვინმესთან საომარი და პირიქით ერთ კავკასიონს, ალბათ კიდე ერთ კავკასიონს დაუმატებს, რომ უფრო დაცულად იგრძნოს მის ტერიტორიაზე და თავისუფლად იყო. ისე იგი, როგორც ამერიკა აშენეს მექსიკასთან თქვა, ხო? ეხლა რა? ჩვენ თუ ასე დავჭით, როგორც ვთქვათ, შენ თუ არ გინდა შედარლოცილო, აგერ კუბაც ხვიცინა აქ ორი წუთი საქმეა, ხო მისთვის? მაგრამ რავინ არ ეჭიდება და არ ართმევს იმას რაღაც თავის ბოლო ორ კაპიკებს და საწყლები დაბრახუნობენ ამ არცისლის მანქანები და რაღაცა და კი ნებისმიერ ქვეყანაში რაც არ უნდა იღორო, რაც არ უნდა ხალხი შეჭამო, ყველაფერი წაართვა. ყოველთვის მოიძებნება გესმის 100 და 200 რაღაცა თავში მყოფი ადამიანის ზომაზე მეტი სიმდიდრის საშუალება, რომლებიც ამას აბღაუჭებიან და ისავენ და ინარჩუნებენ და ხალხს აშტერებენ, რომ ასე უნდა იყოს უკეთესია, ვიდრე კუბელობა არ დავკარგოთ თქვა. გესმის, მაგრამ ის რა ჯაგვადუნდებ ხარ გესმის, თუ შენ თვითონ არ გინდა, ხო? აი ეს სპენელ ასეთ რაღაცას, ჩვენ გახდით მესაკუთრეში, შეიძლება არაპოპულარული იყოს ამ თუთას, იმიტომ რომ რუსეთი ისეთი საზეზღარი ტერი ამ ქვეყნის, მაგრამ ჩვენ მაინც გონია, რომ თვითონ რუსი ხალხის საჭიროა ამ ხალხის გადარჩენაც. თვითონ კომუნისტურმა რეჟიმმა მარტო საქართველოში, აზერბაიჯანში და ყირგიზეთში კი არ წაართვა ქონება ხალხს და მთელი საზღვრები გაკეთა. იგივე გაუკეთა ხალხს მოსკოვშიც და პეტერბურგშიც, საკუთარ ხალხსაც იგივე გაუკეთა. ჩვენ ამას ძალიან ნაკლად ყველაზე აგრესიული მტერი ეს წყობა არის, პირველად მტერი არის თავისი მოქალაქეების და მერე უკვე სხვების, როცა ადგილზე ყველაფერს გამოჭამს და უკვე აღარ აქვს მეტი ყველაფერი ტალახად და იმათ აქცეული, ასე გამოწვევილია ყველაფერი, აი მერე ეპოტინება გვერდზე, სადაც კი კვენა შეუძლია ყველაფერს კვენს. ეს არის ზუსტად სხვების ხარჯი. და როგორც თავში ვთქვით რა, სხვებთან ერთად რა აბსოლუტურად ასეთი არაფერია. იგივე ახლა კიდე ერთხელ აი თუნდაც აი რუსეთის მაგალითად. თუნდაც თვითონ გაზპრომი რო ავიღოთ. მას რომ კაპიტალში კონდეს შეტანილი გაზპრომის ეს თვითონ გაზი, თვითონ წიაღი. ხო წარმოგიდგენია, ისე იგი რამხელა კაპიტალიზაცია ექნებოდა ის იმას.
ხო, უკვე და აქციებში რომ გამოხატულიყო მისი ფასი. აი გახსოვთ იყო დრო რომ 10 მილიარდი ჭირდებოდა რაღაც გონი სევერნი პატოკის თუ რაღაცის გაყვანას და სოფლიოში ვერსად ვერ ისესხეს. 10 მილიარდი როცა საბერძნეთმა, ხო? 300 მილიარდი ისესხა და კიდე 400 თუ არ მომცემთო, ისე იგი პუტინთან პარაზე წავალ დავდგები. რომ ვაჭრობდა თუ გახსოვთ 20 წლის წინ იყო თუ ამ წლის წინ იყო. კი. ხო და ახლა წარმოვიდი ამ ხელა რუსეთი, ამ ხელა სიმდიდრით 10 მილიარდს ვერ შევილოს და ბოლო-ბოლო მერე ძალად მოაცემინეს ის ფული სბერბანკს. აი ასეთი სიმახინჯე როცა იქ აგერ 1-2 კუნძულის ალბათ უზრუნველყოფით თუ რაღაცით კერძო კაპიტალით ესე იგი აი ასეთი განსხვავებებია. უკრაინა 1 მილიარდი ვერ როცა შეიმტკის არ იყოს ფინეთს სული ფერებზე ეკიდა არც ნატო აინტერესებს და არაფერი ისმის ჩვენზე პატარას და ჩვენზე პატარა ღარიბი ქვეყნებიც კი იმზით სულიად ახლა თუ რამეს მოკლედ არასდროს შევსწავლ ჩვენ საუბარით მე მგონი ძალიან გაგვიძებდა ხო საუბარი კი ბატონო, მგონი უკვე ჩვენი დროც პრინციპში ნელა უკვე ამოიწურა. მითები დაგვრჩა გაურჩეველი, მაგრამ არა უშავს. მომდენო კვირას გავარჩევთ, იმიტომ რომ ძალიან ესეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ჩვენს სამეგობროში და სამეზობლოშიც. ამიტომ მოგვიწია ამაზე საუბარი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დარიო რადიოს იმისთვის რომ ამბილად გახდიმე საკუთრის სახელით და მომდენო გადაცემებში ჩვენ დავუბრუნდებით ამ მითებს და გავარჩევთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა. მადლობა ყურადღებისთვის ყველას.